გუფურძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ირაკლი გველესიანი იკითხება, მისი თქმით უწყების პრესსამსახურში მათივე ოპერატორების გადაღებული მასალა დაათვალიერა და ბრალდებულები რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი ამოიცნო. მოწმის ინფორმაციით, ერთმა ბრალდებულმა ჯებირი გადაადგილა, მეორემ კი ნივთს ცეცხლი წაუკიდა. მანამდე დაიკითხა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჭანტურია. ისაუბრა აქციების დროს ინვენტარის და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებაზე. დღესვე განცხადებები გააკეთეს ანდრო ჭიჭინაძემ და უნისე ცხადაძემ. ცხადაძემ მეუფე იაკობს მიმართა და თქვა, რომ პოლიტიკა და ამბიონი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ანდრო ჭიჭინაძემ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე კიდევ ერთხელ მიუთითა, რაც მისი თქმით სატელევიზიო ეთერებით მოხდა. დღესაც უნდა გაგრძელდეს ვიდეო მასალების გამოკვლევა, იმიტომ რომ წინაზე ვერ მოასწრეს და დღესაც იგივე კადრებს ველოდებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყოველდღე ვრწმუნდებით და პროკურატურა ყოველდღე რეალურად ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ზუსტად ამიტომ დახურეს მედია საშუალებებისგან სასამართლო პროცესები და არ ვიცი, დღესაც ველოდები შემდგომ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელთაც დადასტურდება, რომ ბიჭები კიდევ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადასტურდეს და დამტკიცეს ფაქტი, რომ ბიჭები არიან უდანაშაულოები. ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი ფაქტი რაც არის, ჯერჯერობით არ არის მოსული სასამართლოში საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელმაც დაგეგმა ეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არ აქვს არსებითად სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არც გამომძიებლის პოზიციებს, იმიტომ რომ 6-7 თვის მანძილზე უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ გამომძიებლები მოდიან, დაზარალებულად ცნობილი პიროვნებები მოდიან, თუმცა ვერც ერთი მათგანი პროკურატურისთვის სასარგებლო ინფორმაციას ვერ ეტოვებს სასამართლოში. დღესაც გაგრძელდება გარკვეული ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, ყოველი სხდომა აჩვენებს და ცხადყოფს იმას, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნია ბრალდების ხარეს და წინა სასამართლო მასაც შეეხება გამოკვლეული იქნა ვიდეო მტკიცებულებები, სადაც რაიმე სახის ზარალობა არ ჩანდა ჩვენი გაცნობისგან პირიქით სამართალ დასავლების უწყების წარმომადგენლის მხრიდან იყო არაერთი შეძახილი მოწოდება უკრერობის მუქარაც და რა თქმა უნდა ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არანაირი სახის მტკიცებულებას არ ეყნობა საგამოძიებო ორგანო, მათთვის მთავარი იყო გარკვეული რაღაცა პირთა რიცხვი შეეკრათ.